სიცოცხლეების ნაღვაწი. სტრიქონერად შემოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 29 როგორ მოახერხა ეს? სრულიად უბრალოდ და მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ფუნქცია. საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით. მიუღებს შესანიშნავ საჩუქრებს უზენებენ მეცნიერებს, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. საღამოშვიდობის მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, ეს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროგრამაა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თანასწორობის იდეის გარშემო. ამბობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შარშან, როდესაც ასეთი ჯგუფი დააარსეს, ჯგუფი სახელწოდებით ლაბორატორია 1918. ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და თვითმმართველობას მმართველობის თუ შეიძლება ასე ითქვას საბჭოთა სტილში ადანაშაულებდნენ. თავის მხრივ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამ ახალგაზრდების პროტესტს უწოდებდა საბჭოურ კომუნისტურ პროტესტს. სტუდენტური პროტესტი, ასე ქვია დღევანდელ ჩვენს გადაცემას, რომელიც ამ ახალგაზრდებს და არა მარტო ამ ახალგაზრდებს გაგვაცნობს. რამდენად საბჭოურია ეს პროტესტი და საერთოდ შეიძლება თუ არა დღეს საქართველოში სტუდენტების პროტესტზე ვისაუბროთ. აი ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ამ ადამიანებთან ერთად გადაცემაში, რომელიც ასე გადავწყვეტეთ აგვეგოეს გადაცემა, წითელი ზონა გავა ამ სივრციდან, ოკუპაციის მუზეუმიდან და ჩვენ ამ ადამიანებს შევხვდებით უკვე და გავისაუბრებით რეალურ სივრცეში, იმ გარემოში, სადაც ისინი სწავლობენ, ცხოვრობენ, ერთობიან. ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, რომელიც დასრულდება, გადაცემა სტუდენტური პროტესტი დასრულდება ბერნარდო ბერტოლუჩის, იტალიელი რეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმით რევოლუციის წინ, რომელიც 22 წლის ასაკში იყო ბერტოლუჩი, როცა სცენარი დაწერა და სრულიად ახალგაზრდა ბერტოლუჩიმ გადაიღო 1964 წელს. მაშასე წითელი ზონა. ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს დღევანდელი დღე, განსაკუთრებით პირველ კურსელებს. მე ვერ ვიქნები ობიექტური, რადგან ეს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი არის.
ეს არის ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი და თქვენ ჩააბარეთ ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტში. თქვენ ისწავლით 4 წლის განმავლობაში, მიიღებთ ძალიან მაღალი დონის ცოდნას და მე მინდა წარმატებები გისურვოთ, თქვენ უკვე ხართ წარმატებული ადამიანები. როგორც თქვა ბატონმა სანდრომ. თქვენ თქვენი ცოდნით, თქვენი ნიჭით ჩააბარეთ ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში. მადლობა ბატონ დიმიტრი. მე ძალიან ვთქვი, რომ მათ თავის თავს მოტყუებულად საქართველოში არის არჩევანი. ნებისმიერ უნივერსიტეტში შეგვიძლია გააგრძელოთ სწავლა, თუ ვინმე რამეში გატყუებ, ძალიან ვთქვით, თქვენ თავს მიხედეთ და ჩვენ გვაწყობთ. დღეს ლაბორატორიის წევრობა ნიშნავს გაცნობიერებას იმ სიღრმისეული ცვლილებების აუცილებლობისა, რაც არსებობს ჩვენს განათლების სისტემაში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. სწორედ ეს იყო ლაბორატორიის შექმნის მთავარი მიზანი და ჩვენ ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ ამ ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური მოქმედებების შედეგად, ერთიანი ორგანიზების და ერთიანი მოქმედების შედეგად. სწორედ ეს ორი კომპონენტი იყო მთავარი მამოძრავებელი, ესე ვთქვათ, ლაბორატორიის შექმნის დროს, ანუ პირველი ის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ აუცილებელია ცვლილებები და მეორე ის, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ამ ცვლილებების მისაღწევად აუცილებელია კოლექტიური მოქმედება. ამ ორი რამის, ასე ვთქვათ, სინთეზი გახდა მთავარი, ასე ვთქვათ, გარდამტეხი იმისათვის, რომ შექმნილიყო ლაბორატორია. დღეს სტუდენტები აპროტესტებთ ძალადობას სტუდენტების წინააღმდეგ. რა ვიცი, ისიც თუ არა, მაგრამ 2 დღის განმავლობაში 6 სტუდენტი იცემა. რა თქმა უნდა, ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ვიკითხოთ, რომ ეს თემა იყო ინიცირებული თვითმმართველობის და ადმინისტრაციის სოციალურ წევრების მიერ. პროტესტებთ ჩვენ უშუალოდ ძალადობას, არ ვითხოვთ არც თვითმმართველობის დაშლას და არც ადმინისტრაციის დაშლას, უბრალოდ მოვითხოვთ, რომ ესეთი ფიზიკური ანგარიშწორება აღარ მოხდეს ნებისმიერი თავისუფალი სიტყვის გამოთქმის დროს. და კონკრეტულად რა მოხდა და რას მოყვა ეს ამბავი? ეს ამბავი მოყვა საინიციატივო ჯგუფ თარგმნეს პრეზენტაციას, სადაც იყო მოლევების ანგარიშების წარმოდგენილი და წარმოდგენილი იყო პატარა ფილმი და იქ დაწყებული დისკუსიების დროს გააკრიტიკეს თვითმმართველობა და ადმინისტრაცია, რასაც უკვე მოყვა დაპირისპირება. როგორც ვიცი, შენც გცემეს, ხო? ხო და მიზეზი რა არის, რატომაც არ იჩილო, რო გითხრა? მაქვს მიზეზები. სამაგისტრო მიზეზები. თავდაპირველად იდეა იყო, რომ დაგვერქმია თავისუფლების ლაბორატორია, იმიტომ რომ იდეა ლაბორატორიის ახლისკენ ძიება, განახლება, ეს იდეა იყო მთავარი და რა თქმა უნდა თავისუფლება, ანუ თვითშემოქმედებითობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა და ასე შემდეგ. თუმცა მე დაუბრუნდით იმ წელს, 1918 წელს, როდესაც დაარსდა უნივერსიტეტი, პირველი უმაღლესი სასწავლებელი თავის იმ ფუძემდებლური იდეებით, რომელიც ჰქონდა და ამასთან გვინდოდა დაბრუნება და თან განახლება ამათი და თანამედროვეობასთან შერწყმა. ასე რომ ეს ორი სიტყვა თავისი იდეებით შეჯერდა და გამოვიდა ლაბორატორია 1918. უნივერსიტეტი, რომელიც მანამდე კერძო უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდა, სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოაცხადა და მას სრული ავტონომია მიანიჭა. 1918 წლის 11 დეკემბერს კი სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი ოფიციალური განცხადებით მოითხოვს გაათავისუფლონ დეკანის თანამდებობიდან, ძალზე დავიღალე, აცხადებს მეცნიერი. რა ხდება უნივერსიტეტში დღეს? პირველი, ეს ყველაფერი არის მოსაწყენი. არ გეჩვენებათ, რომ მოსაწყენია, როდესაც ზიხართ ლექციაზე, უსმენთ ლექტორის მონოლოგს, შემდეგ იძულებულები ხართ, რომ დაწეროთ იგივე გამოცდაზე. ამ ყველაფერში გაძლევენ დიპლომს, შემდეგ ბედნიერები მივდივართ სახლებში, ეს დიპლომი მიგვაქვს მშობლებთან, რომლებსაც უხარიათ ჩვენი წარმატება, სამაგიეროდ არ გვაქვს განათლება. უნივერსიტეტი დღეს არ გვაძლევს განათლებას. განათლებას კი არა, კიბეებზე დადგომის უფლებასაც კი არ გვაძლევს. შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.
და უნდა შევცვალოთ ჩვენი. უნივერსიტეტი დღეს ეკუთვნით პარაზიტებს. კომფორტულ საავაზლებში მოკალათებულ პარაზიტებს, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ჯიბებს ისქელებენ, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს სასწავლო ლიტერატურა. არ გვაქვს საკმარისად დამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რა თქმა უნდა, როდესაც უნივერსიტეტში მოდიხარ, გაქვს ძალიან მაღალი მოლოდინები. ის წარმოადგენა, რომ მიდიხარ ცოდნის ტაძარში, მეც მქონდა და ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მაშინ უნივერსიტეტში ჩემთან ერთად მოხვდა. სამწუხაროდ პირველივე კვირიდან და პირველივე თვეებიდან ნელ-ნელა განვით დიდი ფრუსტრაციას, ხვდებოდით, რომ ეს ის არ არის, რაც გვინდოდა სწავლა და სადაც ფიქრობდით, რომ მივიღებდით ძალიან მაღალი ხარისხის განათლებას. წლიდან წლამდე 4 წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში ეს წარმოდგენები განგვიკიცდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მიგვიღია მაღალი ხარისხის ევროპული დონის და შემდეგ განათლება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა რაღაც გვაქვს, რაღაც წარმოდგენები ზოგადად. ისეც არ არის, რომ საერთოდ ისეთები ვართ, როგორიც ჩავაბარეთ, ზუსტად ისეთები ვართ, ეხლაც ეგრე არ არის. მაგრამ ის მოლოდინები, რაც ჰქონდა, არ გამართლდა სამწუხაროდ. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან მწვრთნელზე დეტალებზე საუბარი არ მგონია მაინც და მაინც შინაარსიანი ის, რომ არ ჰქონდა ქსეროქსების, რომ იყო აუდიტორიის პრობლემა, ის რომ ზოგიერთი ლექტორი შეიძლება ასულაც არ იყო კომპეტენტური იმ საგანში, რასაც გასწავლიდა და შემდეგ ეს იყო უნივერსიტეტში, როგორც თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრობლემების ზოგადობის ხარისხთან დაკავშირებით უკვე ბოლოს ან მეოთხე კურსზე როცა ვიყავით, მაშინ მივხვდით, რომ უნივერსიტეტში როგორ გითხრათ, არ ვიღებდით ცოდნას, ეს არ იყო ვთქვათ რაღაცა კონკრეტული პრობლემების, ან იგივე ქსეროქსების პრობლემა. ქსეროქსები რომც ქონოდა, აუდიტორიები რომც ყოფილიყო მოწესრიგებული, ჩვენ მაინც ვერ მივიღებდით იმ ცოდნას. ანუ როგორ გითხრათ, არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამეცნიერო პროცესი უნივერსიტეტში. იგივე ლექტორებს წლიდან წლამდე არ აქვთ ვთქვათ განვითარების საშუალება, შესაძლებლობა. ანუ როგორც ასეთი, ჩვენ უნივერსიტეტში ვერ უყალიბდებოდით, გრძნობდით, რომ იქ არ იყო მეცნიერული პროცესი, სამეცნიერო პროცესი არ მიმდინარეობდა, არ არის თქვათ იგივე კვლევებს არ აკეთებდნენ ლექტორები, იგივე, ძალიან ბევრი ფაქტორი იყო მოკლედ და ძირითადად ამას მივხვდით მეოთხე კურსზე. ანუ ეს არ იყო კონკრეტული აი ამ წვრილი პრობლემების გამო, ეს იყო გაცილებით უფრო ზოგადი რაიმის გამო და ზუსტად იმის გამო, რომ არ მიმდინარეობს უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესი, როგორც ასეთი ახლის შექმნა და ახლის ძიება. როცა წამოყარა საბავშვო ბაღში, ძალიან პატარა ასაკში, და ეს ბაღი არ მომეწონა, გამოსვით თქვი ხმა მოხდა წავედი სხვაგან. როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელიწადია აქ სწავლობს და ვერაფერი ვერ მიიღო მან და მაინც 4 წელი რჩება აქა და მე მაგისტრატურაში აბარებს და მე აბარებს დოქტორანტურაში. ეხლა ან პრობლემა აქვს რაღაც სხვა, რომელიც ჩვენ არ ვიცით, დაკეთებულად ვერ აკეთებს ორ არჩევანს და ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს. ვიღაცა უნდა გასცემოს რაღაცა ის და თქვენ თქვენით ვერ მოახერხეთ. მე ჩემით ვერ მოახერხეთ, ვცდილობ ჩემ დებილად გამოყვანას, დებილი არ ვარ. არა, თქვენით ვერ მოახერხეთ, და დებილი გინდათ და ვიყო. თქვენი ცხოვრების გზის მიმართეთ, რომელიც ვერ ახერხებს სწავლის გამოყენებას და დარჩით საკითხი. თუ მასობრივად ვერ ახერხებენ სტუდენტების სწავლის გამოყენებას, ესე იგი ყველა სტუდენტის ბრალია ერთად? შიშის ფაქტორი არის იმდენად, რამდენადაც მოთხოვნები, რომლებიც ლაბორატორიას აქვს, მეტნაკლებად რადიკალურია, უფასო განათლება, ხარისხიანი განათლება, რომელიც არ მოითხოვს ცენტრალიზებული ხელისუფლებისგან პირდაპირ ჩარევას, არამედ თვითონ შიგნიდან დეცენტრალიზებულ მმართველობას, უნივერსიტეტის ავტონომიას და ასე შემდეგ. სტუდენტთა ნაწილი ცოტა სკეპტიკურად უყურებს იმის გამო, რომ ეს იდეები გარდა იმისა, რომ მათთვის ახალია, რაც შინაგან კომფორტსაც ურღვევს. არეულობის შიში აქვს მაგალითად. ანუ შიშის ფაქტორთან დაკავშირებით მინდოდა დამემატებინა. შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ შიში იმის, რომ ეშინია ვთქვათ, რაიმე შეიძლება დაუშავდეს, მაგრამ არის შიში იმის შესახებ, აი როგორ ვთქვა, სისტემიდან ამოვარდნის შიში. ანუ ლაბორატორია ვთქვათ, არ იყო მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემებს არ აპროტესტებდა, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ახდენდა რეფლექსიას, იგივე 26 მაისს აქციის დარბევის მეორე დღეს
ლაბორატორიის წევრები გამოვედით და გავაპროტესტეთ, თქვათ, როგორც ხელისუფლების ქმედება, ასევე იმ პერიოდში ოპოზიციის უპასუხისმგებლობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან სტუდენტები მივიდნენ და გუშინდელი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევა გააპროტესტეს. სტუდენტების თქმით, აქციის დაშლის სამართლებრივ მხარეზე არ საუბრობენ, უბრალოდ ის ფორმა, რომლითაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გაუსწორდნენ, მიიღებენ. ანუ ასეთ ქმედებაში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და ადამიანებს ზოგადად უჩენდა იმის შიშს, რომ ისინი შეიძლება ამოვარდნენ სისტემიდან, ანუ სამომავლოდ, თქვათ, რაღაცაში სურდეთ მონაწილეობის მიღება, იგივე სადღაც უნდათ სამსახურის დაწყება და ამ ყველაფერმა ამ შეუშალოს ხელი მათ. ანუ ასეთ სახის ირიბის შიში არსებობს, რა თქმა უნდა. ირიბის შიში, ანუ ის არის, რასაც ადამიანები გამოცდიან და განიცდიან ცხოვრებაში. თუნდაც ეროვნული მოძრაობა იყო უფრო მოძრაობა და არ იყო რაღაც ესე ვთქვათ, ჭყალებს შვიდობიანობის დროს რაღაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ჩართულობა, მოქმედება, გადაწყვეტილების მიღება. და ამავდროულად ისევ ტრადიციით მოგზდევს, რომ იმ თემებზე, რომელზეც ახლა ჩვენ ვიწყებთ საუბარს, რაც უკვე ნათქვამი იყო, სოციალურ თემებზე ყოველთვის ეს იყო რაღაც მარგინალური თემებად ქცეული, ამიტომ ჩვენ რაღაც ნოვატორებისავით ვართ ამ სფეროში. უმეტესი ჩვენი პრობლემები და დღესაც ვითომ შეფარვით სოციალურ პრობლემების, უნდათ რომ დააფარონ რაღაც ნაციონალური, იდენტური, ასე ვთქვათ, ნარატივით. როცა სიამდვილეში პრობლემა არის მარტივ სოციალურ სტრუქტურაში და ასე შემდეგ. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა მას, რომ საზოგადოებრივ აზრს დიდი ფასი დაედო და სწორედ საზოგადოებრივი აზრის გააქტიურების შედეგი იყო ის, რომ ჩვენ უარი ვთქვით ამიერკავკასიის, ტრანსკავკასიის კრიზისის შენელობაზე. ასევე ხალხის აზრმა, ახალგაზრდობის აზრმა გადაარჩინა ჩვენი გარეჯი, აი განადგურებისაგან, დრევისაგან და ფრესკების ჩამოშლისაგან. ახალგაზრდებმა ეს მოვლენა პირად დამსახურებად მიიჩნიეს. უფროსების რჩევაზე ფრთხილად და კორექტულად იმოქმედეთო, გაღიზიანებთ. წელამდე თოლში ჩვენ მივიკულებთ გზას და თქვენ კი უკან მოხვებით. თავისუფლებას კარაკზე ცვლითო ანონსებენ სტუდენტური კავშირის აქტივისტები, მწერლებსა და თავიანთ პედაგოგებს. რუსთაველის საზოგადოებასაც სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. საზოგადოება ახლა უღირს მამებად და ღირსეულ შვილებად გაირო. მღელვარების ახალი ტალღა მოყვა კონსტიტუციურ ცვლილებებს. 108 და 119 მუხლები ზღუდავენ მოკავშირე რესპუბლიკათა სუვერენიტეტს. აღელვებულმა და პატრიოტული გრძნობით აღტკინებულმა ახალგაზრდობამ მთავრობის სახლის წინ უჩვეულო სანახაობა მოაწყო. ათობით ახალგაზრდა საშიმშილოდ დაწვა. მიტინგი არ წყდება, გამოდის ყველა, ვისაც სიტყვის თქმა არ ეზარება. უამრავი ხალხი გროვდება. უკვე კარგად იცნობენ მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, ირინა სარიშვილს, ირაკლი წერეთელსა და ზურაბ ჭავჭავაძეს. ისმის უკმაყოფილება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველთა დისკრიმინაციისა და საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობის გამო. არაფორმალები ამტკიცებენ, კორუმპირებული თანამდებობის პირები უკანონოდ ყიდიან სახელმწიფო მიწებს. ცეკას მდივანი კი სიტუაციის განსამუხტავად სტუდენტებს ხვდება უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტში. აიმედებს, რომ არასასურველი მუხლები კონსტიტუციაში არ შევაო. მართლაც სხვადასხვა გარემოებათა გათვალისწინებით უმაღლესმა საბჭომ არასასურველი შესწორებანი არ დაამტკიცა. მოშიმშილეებსა და მომიტინგეებს გააცნეს ედუარდ შევარდნაძის წერილი და მიხეილ გორბაჩოვის ზეპირი მიმართვა. დათქმულ დღეს მიტინგი დაიშალა. პრინციპში ეს ყველაფერი ახლა იწყება, ანუ ძალიან ახალია ჩვენი იდეებიც ეს მოძრაობაც იმისთვის, რომ უცებ გახდეს მასშტაბური. ის რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, ასეთი ტიპის რაღაცები, რაღაც სოციალურ საფუძველზე მოთხოვნა და გაერთიანება სტუდენტების ჯერ არის უცხო ჩვენთვის, იმიტომ რომ გვახსოვს ეროვნული მოძრაობები და რაღაც უფრო სხვა ტიპის გაერთიანებები. და იმ ფონზე, რომ ეს ყველაფერი ახალია, მე ვფიქრობ, საკმაოდ სიცოცხლის უნარიანია ეს მოძრაობა. შეიძლება ლაბორატორია არ ერქვას მას მომავალში ან სხვა რამე ერქვას,
მაგრამ თვითონ ეს იდეები, რომლების მხარდაჭერას იწყებენ სტუდენტები და ათწელებელი. ქალაქ თბილისის მოსახლეობის საყურადღებოდ. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო გაცნობებთ, რომ თბილისში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობების გათვალისწინებით თბილისის მეტროპოლიტენი იმუშავებს დილის 6 საათი და 30 წუთიდან 22 საათამდე. მეტროს სადგური თავისუფლების მოედანი დროებით არ ფუნქციონირებს. ვინც ჩვენს გუშინდელ გადაცემას უყურა, ეხსოვნება ალბათ, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი სტუდენტ ახალგაზრდობას შეჰპირდა, რომ 27 ნოემბერს უნივერსიტეტში შეხვდებოდა მათ, მაგრამ მან დანაპირები არ შეასრულა და მხოლოდ 28 ნოემბერს სტუდენტთა დაჟინებული მოთხოვნით შეხვედრა როგორც იყო შესდგა. ამ წლის 25 ნოემბერს შაბათს ჩვენი დელეგაცია ეთნოგრაფთა უზენაეს საბჭოს შენობასთან, სადაც მიმდინარეობდა საქართველოს უზენაეს საბჭოს პირველი მოწვევის მეორე სესიის მორიგისობა. ჩვენი დელეგაცია, რომელიც შედგენილი იყო სწავლულების სასწავლებელი წარმომადგენელთაგან, იყო მისული მუსიკალური მისიით და ჩვენი მოთხოვნები და ჩვენი მიტინგის რეზოლუცია გადავაცეთ ბატონ აკაკი ასათიანს. თავად დასაწყისშივე გადავაყენოთ ბატონ აკაკი ასათიანს 25 ნოემბერს მისი დახმარების გამო, რომლის შედეგადაც ჩვენი დელეგაცია წარმომადგენელი შევიდა უზენაეს საბჭოს შენობაში. თუმცა კი ამ მხრიდან მხოლოდ საქმე მოახერხა სლოვაკთა დარბაზში საცესია მიმდინარეობის შეწევა და იქ ჩვენ გადავეცით ჩვენი რეზოლუცია, ჩვენს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენდა თეორიული სიტუაციის მოკლე ანალიზს, მოკლე დახასიათებას და ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ და გავხსნით. ანუ ვიტყვირით განსხვავდება, ვთქვათ, დღევანდელი, ვთქვათ, ჩვენი მოძრაობა 90 ნოემბრის ეროვნული მოძრაობისგან, იმით რომ ძირითადად ტრადიციული დამკვიდრებული წესია, რომ ჩვენ მაგივრად ვიღაც მესიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ლიდერები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. და გარდა ამისა, განსხვავებით ჩვენგან 90-იანებში ძალიან მარტივი იყო ეროვნული დისკურსით აპელირება, რაც პატრიოტული თემატიკის წინ წამოწევა და ხალხის манипуляция ამ კუთხით და დღევანდელი თქვათ ის ტენდენცია რაც ეხლა მკვიდრდება ძირითადად არის რაღაც პრობლემის რაციონალურ განსჯაზე, რაღაც რეალობის კრიტიკულ ანალიზზე დამკვიდრებული და შესაბამისად ვერ გახდება რაღაც ერთ წამში ვერ გადაიქცევა მასების პრობლემა და ეს მოიცავს საკმაოდ კომპლექსურ მუშაობას საზოგადოების შიგნით. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თვითორგანიზება, რაც დღეს მაგალითად ძალიან გვაკლია. სიუჟეტი, რომელიც უნივერსიტეტის კინო-ტელე ლაბორატორია მოგვიმზადა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური საბჭო. ახლახან გაიმართა მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გოგავა, პირველი მოადგილე ლევან ვეფხვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოლიძე. ვიზიტის მიზანი იყო ორი ქვეყნის მთავარი უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და ერთიანი პროექტების შექმნა. გარდა ამისა, ჩვენი დელეგაცია წარსდგა ევრაზიის სტუდენტთა ასოციაციაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ჩვენი სტუდსაბჭოა. ვიზიტის შედეგებზე გვესაუბრებიან სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გოგავა და საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოლიძე. ჩვენ მივხვდით კონკრეტულ შეთანხმებებს, ზოგად შეთანხმებასაც, რაც გააღმევს ჩვენ თანამშრომლობას კონკრეტულ საკითხებსა თუ გლობალურ პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ხელთ გვაქვს შეკვრულების ტექსტები, რომელსაც ჩვენი სტუდენტური საბჭოს საგარეო კავშირების კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოლიძე გაგაცნო. დავდეთ ორი, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება, ერთი არის ზოგადი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, შემდეგ სფეროებში ეს არის სტუდენტთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ეკონომიკა, სპორტი, ტურიზმი და საინფორმაციო გაცვლა. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის
ქალაქის მერს ნიკო ლეკიშვილს კვლავ შევხვდებით მაცნეს ხვალენდელ გამოშვებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია შეხვდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორ მასწავლებლებს. რამოდენიმე მიზეზია შეიძლება ვისაუბროთ ამ მიზეზზე. ყოველნაირი შეთქმულების თეორიის გარეშე ეს არის ერთის მხრივ მიზანმიმართული პოლიტიკა ელიტებისა. არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ხა ხდება, მაგრამ მით უმეტეს ჩვენაირი ქვეყნის პირობებში, იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდით ამ მოკიდებულების შემდეგ, ისარგებლებს ამ სიტუაციით, ესე ვთქვათ, წინწასულმა ელიტებმა და პირდაპირ ახდენენ ამ იდეების პროპაგანდირებას, რომ მაგალითად თუნდაც სტუდენტისთვის თავი საქმე არის სწავლა და სხვა საზზე არაფერზე არ უნდა იფიქროს. მეორე ეს ის არის, რაც ინერციით მოგზდევს წარსულიდან გამომდინარე ამ გადმოყვა დამოუკიდებლობის პერიოდშიც. ეს არის ტრადიცია იმისა, რომ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არ არის ჩართული არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში. არც ერთ დონეზე, არც ერთ საკითხში არსად. ეს იწვევს ასევე ამ ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში თუნდაც სტუდენტებისთვის გაუცხოებას რაღაც აქტიურობის მიმართ, რაღაც პოლიტიკის მიმართ. იმიტომ რომ მათთვის ხო ეს რაღაც ყოველთვის სხვა თემა იყო, ანუ არასდროს არ ქონიათ ამასთან შეხება. ყოველთვის მათ მაგივრად ვიღაცა იღებდა გადაწყვეტილებას. იცით თუ არა რომ თვითმმართველობა მცემა 2 მეორე კურსელი გუშინ? არა. აქცია კი. აქცია ვიცით კი, რომ გაიარსებინი გუშინ იცით? არა, ვერ შევესწარეთ. ანუ თქვათ ინტერესი გაგიჩნდათ აქცია რომ იყავით აქციაზე? არა. და არ დაინტერესდით რატო არის აქცია მერკოტთან? ნუ ისე რომ რაღაცა თვითმმართველობასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ხო არ ვიცით. არის თვითონ ჩვენი იტოლიოცემეს თვითმმართველობა? არა. არ ვიცი. არა, თქვენ არის მერკოტის აქცია. არის ცით ამ აქციის შესახებ? ჯერჯერობით არაფერს არ ვაკეთებ რა, უბრალოდ მივედი დაახე, ვიდექი წოთხანზე წამოვედი და ძალიან მინდა რომ არ მოხდეს და თუ რამე მოხდება ესეთი რომ აღარ მოხდეს იმ აქცია შეუერთდები აუცილებლად. ანუ შენ გადაწყვეტილი თქვენდა რომ მოსულიყავი აქციის ჩაოლები. არა, მე უბრალოდ ლექცია გამიცდა ისეთი რომელსაც ვერ გავაცდენდი, მაგრამ რადგან გამიცდა გამოვედი და მივედი იქ. იყო რა ამბობდნენ ხალხი რომ არის აქციაო და გავმივედით და გავიგეთ რა ხდებოდა. გავაპროტესტეთ და წამოვედი არ ქონია და ზუსტად. ხო ვიცი, შაშან ჩვენც აქტიურად მონაწილეობდით მაგ საქმეში, მაგრამ თქვენ ხო შედეგობათ თქვენ? კი. 1000 რო იგე შესწირა მე. მინიმუმ ყიდაშიც გამოვიყოთ. არა, გამოვიყვა შევა ის. თვითმმართველობა არ ვიცი ეხლა რა საქმიანობს, მაგრამ ჩემ დროს ესე იყო. ექსკურსია, რაღაც კონცერტი, ასე შემდეგ. ან უკეთეს შემთხვევაში, ჭყალებში ვიძახი, უკეთეს შემთხვევას რამდენიმე პრივილეგირებული სტუდენტის მივლინება საზღვარგარეთ და ამის დაფინანსება. არ და რეალურად არის თანხა, არის რესურსები და არის შესაძლებლობა, რომ ყურადღება მიექცეს ამ საკითხს. საკუთარი აზრი სტუდენტმა ბექა გაბადაძემაც გამოთქვა. ამაზე ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ ვსაუბრობდით, ეს მე მიმაჩნია დანაშაულად. და ზოგიერთი უწყება, რომელიც შეიძლება ზუსტად ამ საქმით დაკავებული იყო, ტაშფან დურაზე არის გადადგა. ბრალდებებზე პასუხის გაცემა სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თინათინ ახვლედიანმა სცადა. შეეცადა აეხსნა, რომ კანონის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წიგნების თარგმნის დაფინანსებასა და სტუდენტებისათვის ამ ტიპის პრობლემის მოგვარებას არ ითვალისწინებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს მე დემოკრატია, ძალიან მიყვარს აზრის თავისუფლება და ძალიან კარგია, როცა პრობლემას რეალურად ვაყენებ და თან ძალიან მასშტაბურად. უბრალოდ მე მინდა ვთქვა და კიდევ გავიმეორო ის, რაც ანუ ჩვენი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ იგივე ბიუჯეტში, ანუ რეალურად ლეგიტიმური უფლებები, ანუ კანონში გაწერილი მუხლები და ასე შემდგომ, იგივე თვითმმართველობას, იგივე განათლების და მეცნიერების დეპარტამენტს, რომელსაც ეს ეხება, შეიძლება შემთხვევაში არ აძლევს იმის უფლებას, რომ თქვათ ერთი წუთით ეს ხდება სახელმწიფო ეს გადაწყვეტილი ამბავია, ამას ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ განვითარებულ გზაზე დავდეთ, უამრავი წამოყენება, თუ შეიძლება რა, ერთი წამი გისმენდეთ და მოусმინეთ რა. ახვლედიან სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბექა ახლოური წამოეშველა. ზოგიერთი თქვენგანი მინდა აღვნიშნო, რომ აქ დასახულ პრობლემას გაცდა და საკუთარ პიარს დაუთმო დღევანდელი შეხვედრა რა და თუ ძალიან გაინტერესებთ თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, მოდით და კონკრეტულად დაინტერესდით და გაგცემთ პასუხს. თვითმმართველობას არ ეხება სტუდენტისთვის სასწავლო მასალის მიწოდება. ახლოურს არც ბექა გაბადაძის მიერ ნათქვამი ტაშფანდური დავიწყებია.
ზოგიერთ მიმართავ კიდე აქეთ რომ ტაშფანდურაო და ასე შემდეგ. ხო? არა ხარ ჩახედული თვითმმართველობის საქმიანობაში. არა ხარ და არის რა ხდება საერთოდ. შენ ხარ ინფორმირებული საერთოდ რამდენი სამეცნიერო მოიცა ერთი წამი რა თუ შეიძლება სმენა რა. რამდენი სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. რამდენი სტუდენტი წავიდა საზღვარგარეთ სასწავლებლად ამ კონფერენციაზე. ამის შემდეგ კი თვითმმართველობის კიდევ ერთ გამკრიტიკებელ გიორგი ჩინჩალაძესაც უპასუხა. როგორც აღნიშნა ზოგიერთმა მარტო პრივილეგირებულებიო და ასე შემდეგ. ნებისმიერი სტუდენტი თვითმმართველობისგან იღებს შესაბამის დახმარებას თუ მიმართვის ფორმა და თუ ჩვენი კანონმდებლობა ამის უფლებას მოგცემს. და მოდი ზოგიერთ მიმართავ რომ თვითმმართველობისკენ მე ვფიქრობ, რომ ლაბორატორიის მთავარი იარაღი არის საფუძვლიანი გააზრება პრობლემის. შეიძლება ეს მოკლევადიან პერსპექტივაში არ იყოს ძალიან ეფექტური, მაგრამ ის რაც პრობლემას წარმოადგენს, სხვანაირად ვერ დაუპირისპირდებით სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენ გვიწერს ორმაგ ტყუილში ცხოვრება, ანუ უნივერსიტეტი არის ორმაგი ტყუილი. პირველი ის რაც სიცრუეა, რომ არ გვაძლევს ისეთ განათლებას, რომლითაც შეგვიძლია თქვა სოციალური მობილობა განვახორციელოთ და უფრო მაღალ საფეხურებზე ავიწიოთ. და მეორე ტყუილი ის, რომ თვითონ ეს საფეხურები არის მცდარი და არ შეიძლება განათლება იქცეს ელიტარულად, ელიტაში მოხვედრის წინაპირობა და ასე შემდეგ. ანუ ეს რამდენადაც სოციალური უფლებაა და კონდეს მისი რეალიზების საშუალება და თუ ჩვენ ვისაუბრებთ ხოლმე პირველ ტყუილზე, რასაც ცდილობდნენ, რაზეც ცდილობდნენ ჩვენი პროტესტის დაყვანას, შეიძლებოდა უფრო რაღაც მოკლე დროში რაღაც შედეგებისთვის მიგვეღწია, მაგრამ თუ ჩვენ დავიწყებთ იმას, რომ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის საფუძველი საზოგადოებაში არის განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა, ამას თუ დავიწყებთ, სხვა შემთხვევაში არ აქვს შედეგი კარგ აუდიტორიებს, კარგ თარგმანებს, კარგ წიგნებს და ასე შემდეგ. ტრიბუნაზე უკვე ლექტორები იდგნენ, როცა გარეთ ხმაური ატყდა. რა ხდება? მაშია საქმე გიმარა რა. ბიჭო ესა ამ საფრთხეს არ დავით ჩუბლაძეს ცხვირიდან სისხლის დიოდა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მოუწოდებდა თვითმმართველობის ოთახში გაჰყოლოდა, სადაც თავის მეგობარს ცემდნენ. რა ხდება იქ? თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა გივი ჭლიკაძემ ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ შეხვედრაზე სტუდენტებმა თვითმმართველობის წარმომადგენელს სიტყვაში ეწყვეტინეს. ჩვენ თუ აქ სალაპარაკოთ მოვედით. ჩვენ თუ აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? პოლემიკა არ გამართული? აქ სპექტაკლი როა დადგმული და ვითომ ერთი მხარე კაი პოლიციის რო თამაშო? ჩვენ არავინ არ გვისმენთ. ჩვენ გამოგვით და ამდენი ხმაური უნდა მოყვეს. ხმაური რატო? ამდენი ვილაპარაკოთ. თვითმმართველობის წევრებმა კამერის დამტვრევაც მოინდომეს. ეს კამერა მილიონი არამდე აღწევს. ამ ჭირვალე და ეს თანხების შესახებ სრული ინფორმაცია მოგვაწოდოთ ჩვენ დამოუკიდებელ თავისუფლებას. მოკლედ
გეტყვით ჩემს პოზიციას ამას დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთ თქვენგან ალბათ დაფარგებელს უკვე Facebook-ზე ეს გუშინდელი რეაქცია იყო, დღეს იქნება ამის ოფიციალური ვერსია აბსოლუტურად ყველა დაგზავნილი. ის რაც მოხდა გუშინ ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მიუღებელი და საერთოდ ხაზგასმით კატეგორიულად საწინააღმდეგო იმისა, რაც უნდა ხდებოდა საქართველოში. მე არ მინდა უნივერსიტეტი იყოს დაყოფილი ერთ ნაწილად და ორ ნაწილად და სამ ნაწილად და ამას ნამდვილად არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. მე მქონდა საუბარი გუშინ ერთ-ერთ დაზარალებულთან. მე მას პირადად მოვუხადე ბოდიში და ყველა თქვენთაგანს რომელსაც როდესმე რაიმე კონფლიქტურ სიტუაციაში მოგეწიათ უნივერსიტეტში ყოფნა ყველას პირადად ჩემთან ბოდიში და მე გასაცნობელს რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გავსე რაღაცა მსგავსი ინციდენტი არ იყოს არანაირ საფუძველზე. მე არ ვიცი პოლიციამ რა გადაწყვეტილება მიიღო ჩვენთან ოფიციალურად არაფერი საბუთი არ მოსულა ინტერნეტში მე წავიკითხე რა წერილი გაფრთხილება მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ ვინ საფრთხილებს და აქედან გამომდინარე იმ დისციპლინარულ ზონებს რომლებიც უნივერსიტეტის ქსების კოდექსის ჩვენი მიზანია ყველა ინფორმის გამოყენება იქნება დაწყებული აქციები დამთავრებული გარკვეული სემინარები ყველა გზა მოკლედ რომელიც არის ლეგალური იმისათვის რომ თითოეულ სტუდენტთან მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და მივიტანოთ ისე რომ ეს გახდეს მათი სათქმელი და არა ჩვენგან მათთან მიგაგზავნილი გარკვეული მესიჯი. ხშირად ვახსენებთ ხოლმე რომ სტუდენტები თუ გააცნობიერებენ და რაღაც ესეთი ფრაზეოლოგიით ან ფაქტურად ვადანაშაულებთ რომ ვერ აცნობიერებენ და აქ უფრო მნიშვნელოვანია ალბათ ის საკითხი დავაყენოთ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის რომ მათ ეს ყველაფერი გააცნობიერონ. აქ არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა და ჩვენ იმისათვის რომ მათლაც ეს ყველაფერი მივიტანოთ მათ ასე ვთქვათ ადრესატამდე მივიტანოთ მათ აუხსნათ ეს სიტუაცია და მოვიმხროთ ჩვენ ხა ის გავხადოთ ისეთივე აქტურები როგორც ჩვენ გვჭირდება სერიოზული მუშაობა იქნება ეს პროპაგანდისტული ესე ვთქვათ შეხვედრები ერთ-ერთზე აქციების მოწყობა სემინარების ჩატარება და მოკლედ ძალიან ესეთი ბევრი ასეთი ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის რომ უფრო ფართო მასშტაბზე გავიდეთ ჩვენ ფაქტობრივად ჯერჯერობით ხოლმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ვართ ასე მოძლიერებული ასე რომ ვთქვათ და ჩემი აზრით იმისათვის რომ ჩვენი ბრძოლა იყოს ეფექტური უნდა გავიდეთ მთლიანად ნაციონალურ მასშტაბზე და ეს პრობლემები გავხადოთ გასათოთ გასაგები ყველა სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველანაირი სოციალური კვლევები, გამოკითხვები ადასტურებს, რომ ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების მათ შორის და უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც მთავარი პრობლემები არის სოციალური ტიპის პრობლემები, ის იქნება განათლება, დასაქმება და ასეთი ტიპის საკითხები, ანუ ხალხში მზაობა იმისათვის, რომ ხარი დაუჭიროს ასეთ იდეებს არის. უბრალოდ საჭიროა ამ ყველაფერს ასე ვთქვათ კარგად მომზადება და დაქოქვა სიტუაციის. რაც საკმაოდ ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბებული, სადაც ამ საკითხებს ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევენ და გარკვეულად სადაც ნეოლიბერალური სისტემაა ჩამოყალიბებული, სადაც ეს მეინსტრიმში არსებული პოლიტიკოსები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს და მათ არ ჭირდებათ ამ საკითხების წინაპლანზე წამოწევა. იმისათვის რომ ეს იდეები წამოვიდეს წინაპლანზე, საჭიროა ძალიან ქვემოდან წამოსული სამოქალაქო ინიციატივები, სამოქალაქო ჯგუფები, დაახლოებით ისეთი როგორც ლაბორატორია და ჩვენზე არის ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებული. თუ ვინამოვიდა? ჩემი 4 წლის მანძილზე უნივერსიტეტში რაც ვსწავლობ, მათ მიერ ჩატარებული არც ერთი ღონისძიება არ ყოფილა ჩემთვის საინტერესო. ნუ რაღაც ექსკურსიებზე წასვლა, რაღაც იგლაბუცობები, კარტის თამაში, მე რაღაც კლავჭიდი თუ რავი რასაც ატარებდნენ და ამ შემდეგ არ იყო საინტერესო, არც ფეხბურთის ჩემპიონატები არ მიზიდავდა მაინც და მაინც. სერიოზული სამეცნიერო კონფერენცია არ მახსოვს. მთავარი პრობლემა რაც უნივერსიტეტში იყო და არის სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო საქმიანობა არ მიმდინარეობს საერთოდ. და ნუ არც ადმინისტრაცია არ აკეთებს ამას, არც თვითმმართველობა, რომელსაც აქვს წესდებით გაწერილი, რომ უნდა ხელი შეუწყოს სტუდენტის განათლებას, განვითარებას, ცოდნის მიცემას მათთვის ხელი უნდა შეუწყოს ყველანაირად მათ რეალიზებას. ამ ყველაფერს სტუდენტური თვითმმართველობა არ აკეთებს. მათი მთავარი ფუნქცია არის დააწყნაროს მაქსიმალურად უნივერსიტეტში სიტუაცია, არ იყოს რამე პრობლემები სისტემისთვის, ბიძგები და ამ შემდეგ და ნუ ყველაფერს ცდილობენ ამისთვის და
ამ სიმბოლური აქციით ჩვენ გსურს გამოვხატოთ პროტესტი იმ ძალადობის მიმართ, რომელიც უდანაშაულო ხალხის მიმართ ხორციელდება სირიაში და მოუწოდოთ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველანაირი შესაძლო ფორმით დაუდგნენ მხარში ხალხს და აღკვეთონ ეს ძალადობა. იბრძელოთ, იფიქროთ, იდაოთ. ყველი ქვეყანა ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, იმდენად რამდენადაც აქტუალურია, რომ ახალგაზრდებში დამკვიდრდეს ზოგადად დებატების კულტურა, ჩამოყალიბდეს ეს კულტურა და ვფიქრობ, ესეთი პროექტები დაეხმარებათ ახალგაზრდებს მომავალში, რათა უფრო მეტად კონსტრუქციულები იყვნენ და უფრო უკეთესად განავითარონ თავიანთი ურთიერთობები. არგუმენტირებული კამათი და დებატების კულტურის მაღალი დონე ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ჩვენ სწორედ დებატების კულტურის და სწორი დებატების პოპულარიზაციას ვისაღებთ მიზნად პროექტი იდებატე გამარჯვებისთვის სკოლის მოსწავლეებს აძლევს არაჩვეულებრივ შანსს იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ძალიან მაღალი დონის დებატებში. ეს პროექტი ეთყობა სკოლის მოსწავლეებისთვის, რაც ხელს უწყობს ჩვენი უნარების განვითარებას და ძალიან კარგია, რომ მსგავსი პროექტები იმართება და რაც უფრო ხშირად გაიმართება, უფრო უკეთესი იქნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტრადიცია არ დაარღვია და ათასობით სტუდენტს დამდეგი ახალი წელი კლუბ ტრიუმფში მიულოცა. მასშტაბურ წვეულებაზე სიტყვით ალექსანდრე კვიტაშვილი გამოვიდა, მან გასული წელი შეაჯამა და მომავალ 2012 წელს სტუდენტებს უფრო მეტი განათლების მიღება უსურვა. საღამოს მუსიკალურად თესე ვარტი და DJ რემბო ამბობდნენ. სტუდენტობა ნიშნავს სწავლას, თავისთავად, ძალიან კარგად სწავლას და ასევე დროის გატარებას და თავისუფალ დროის ხეულ გატარებას. ამიტომ ძალიან მიხარი, რომ ამდენი სტუდენტი არის მოსული დღეს. ეს არის ტრადიციული თესეულის საახალწლო საღამო და ყოველს მინდა მიულოცო, ვისაგებო მიულოცო ახალი წელი. შობა, უშუალო ბედნიერება, ყოველთვის საუკეთესო. სტუდენტების განწყობაზე იზრუნა DJ რემბომ და ყველასათვის პოპულარული ანსამბლმა თესეულ არტმა, ასევე მოწვეული იყვნენ ადმინისტრაციის წევრები. სტუდენტურ თვითმმართველობა პირდება აბსოლუტურად ყველა სტუდენტს, რომ არა მარტო მსგავსი სახის გასართობი ღონისძიებები, არამედ შემეცნებითი ინტელექტუალური ღონისძიებებიც არ მოაკლდება დამდეგ 2012 წელს. ზუსტად ამის დამატება მინდოდა, რომ როცა ლაბორატორია დაარსდა ამ ადამიანებს, ანუ ჩვენ არ გვაერთიანებდა მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემები. ყველა ცნობიერებდა, რომ ჩვენ სირგვლივ რაღაც რიგზე ვერ იყო, არსად არის მოდა ჩვენი ხმა და როგორ გითხრათ, ანუ ზუსტად ეს თვითმმართველობა რომ ვამბობთ ასე განზოგადებულად, თვითმმართველობაში რომ ადამიანები წევრიანდებიან და არიან თვითმმართველობის წევრები, რაღაცის იმედი აქვთ, ესეც არის ზუსტად სისტემის, ასე ვთქვათ, ბრალი, სისტემის ბრალი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სხვა შანსი, როგორც ან იმახსენა სოციალური მობილობის და ებღაუჭებიან რაღაცას, გონიათ რომ თუ იქ კარგად მოიქცევიან, მათ გადაუგდებს რაღაც ლუკმას სისტემა და სინამდვილეში აი ამას ვერაცნობიერებენ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივად მსხვერპლი, ისევე როგორც ვთქვათ, სხვა ბევრი დანარჩენი. ანუ ამის განზოგადება არ შეიძლება თვითმმართველობაში შესაძლოა იყოს ძალიან რაღაცა რაოდენობის სტუდენტი, მაგრამ რეალურად იქ რაღაცებს წყვეტს ძალიან მცირე ჯგუფი და ის პრობლემა, რომ ეს იყო ზოგადი, ძალიან ფართო მასშტაბიანი თუ როგორც არის, რომ არსად არის მოდა ჩვენი ხმა, არ იყო არსად, როგორ გითხრათ, განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრების შესაძლებლობა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა განსაკუთრებით აი ამით იყო გაპირობებული, რომ ეს ადამიანები შევიკრიბეთ ერთად და ჩამოყალიბდა ლაბორატორია. ანუ ეს არ არის მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემები, ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამოძახილი იყო. და მიგვაჩნდა და ვამბობთ, რომ ის ადამიანები იყვნენ მსხვერპლი და არიან ამ მდგომარეობის. ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობა მაგალითად განსხვავდება არანაირი ფორმით არ განსხვავდება თვითონ თესეულის თვითმმართველობისგან, გარდა იმისა, რომ ნაკლები თანხავენ და აწყობენ რაღაც ორგანიზებულ მსვლელობას ილიას საფლავზე და ამის შემდეგ რაღაც ეს არის გარკვეულწილად უნივერსიტეტის წესრიგის უზრუნველყოფელი. ანუ სისტემას ვიღაც ტიპებს სჭირდებათ, რომ უნივერსიტეტში ყავდეს ესეთი ისინი, რომელთაც კონტროლიდან არ გამოვა სტუდენტები. და რაღაცნაირად მართავს ჯიგრული და კაი ბიჭური ლაპარაკით და ეგეთი რამეებით, რომელიც ანუ თავიდან რეფლექსირდება. ერთ-ერთი რომელი ცოლიბანს ქმარს ფეხებს, ა? და ესე იგი, ყველანი შევწუხდით რა გვეშველება ახლა. ხალხო, ქრისტიანულ მეტყველებას თავის სიმბოლიკა გააჩნია. გამიგეთ? ფეხების დაბანვა. ეს არის სიმბოლო ორი რამისა. სიმდაბლე
და სიყვარული, ორივე ღვთაებრივი თვისებაა. სახარებაში გამახსენეთ, ვინ დაბანა ფეხები ვის? ქრისტემ დაბანა. გინახიათ, რომ წელიწადში ერთხელ თავად პატრიარქი რო ბანს ხოლმე ფეხებს სასულიერო პირებს. გინახიათ? ეს არის სიმბოლურ ენაზე მეტყველება. ერთ-ერთი პრობლემა თანამედროვე საზოგადოებისა არის ის, რომ მან არ იცის ის სიტყვების ქრისტიანული არსი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ. ეს ჩვენი ბრალიც არის. აი პატრიარქმა თქვა და ჩვენ უნდა განმარტო. რა არის, აი ამით გამოხატეთო მორჩილება. რა არის მორჩილება? უბრალოდ დაემორჩილეთო და ცოლები, ის უნდა დავემორჩილო, იმ სულელ კაცს უნდა დავემორჩილო, რომელსაც ჩემი ქმარი ქვია. რა არის მორჩილება? კითხვა. აი მე რო კითხვა დაგისვათ, რა არისო მორჩილება? პასუხი გააქვთ? შეგიძლიათ მითხრათ რა არის მორჩილება? მე ეხლა გამოსვლას ვარ ჩაგიტარებ. გეუბნებით. ამ კითხვაზე პასუხი 99% აი აქ ჯდომარეს არ აქვს. განა იმიტომ რომ თქვენ არ ცოდნა არ გაქვთ ან ინტელექტი ან განათლება. იმიტომ რომ ამ სიტყვის უკან რა არსიდევს ეს არის? ინდიფერენტულობას რაც შეეხება. მე მგონია რომ არა მარტო პოლიტიკური პროცესების მიმართ არის დღეს ინდიფერენტულობა, არამედ განსაკუთრებით პროტესტის მიმართ. იმიტომ რომ პროტესტი ორი სახის პროტესტი არსებობდა აი ამდენი წელი ქვეყანაში, მხოლოდ ორი და ალტერნატივა არ ქონდათ. ეს იყო ან რომელიღაც პარტიის მიერ პროვოცირებული პროტესტი, რომელსაც რაღაცა მართლა მესიათ მიიჩნევდნენ და გარეთ გამოდიოდნენ და არ იყო ხალხიდან წამოსული, ან იყო რაღაც შეზღუდულ ჯგუფებში შექმნილი პროტესტი, რაღაც ელიტური პროტესტი, რომელიც გარკვეულ წრეებს არ ვრცელდება. და ეს ჯანსაღი პროტესტი არ იყო. მართლობანი ამ სისტემის ნაწილი, რომლის მუშაობაც არ გაცდება ამ სისტემის ლოგიკას. მხოლოდ მის ფარგლებში მოქმედებენ ისინი და თუ ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება სამეცნიერო კონფერენცია მოაწყონ ნატოს თემაზე ან რამე მსგავსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს, თვითმმართველობა არ გამოხატავს ყველაზე მთავარ სტუდენტების ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც პირველ რიგში არის ის, რომ სტუდენტებს არ აქვთ განათლების მიღების საშუალება, უამრავ ადამიანს არ აქვს ქვეყანაში მის საშუალება, რომ გახდეს სტუდენტი და განათლება არის ფაქტობრივად მირაჟად ქცეული ჩვენ ქვეყანაში და არ არსებობს განათლების სივრცე. და ამას ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ სტუდენტები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს, იმაზე, რომ ისინი არიან სოციალურად ძალიან დაუცველები, არანაირი სოციალური გარანტიები სტუდენტებს, ახალგაზრდებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ. და ამ ყველაფერზე თვითმმართველობა არ საუბრობს, ამის სანაცვლოდ აწყობს რაღაც გასვლით ექსკურსიას ან ნატოზე კონფერენციას, სულ ერთია. ჩვენ გეგმავთ იმ ფასეულობების უფრო ღრმად შესწავლას ბავშვებისთვის, როგორიც არის ქართული ფოლკლორი. გვინდა დავნერგოთ ცეკვის გაკვეთილები, რათა აი ეს უნიკალური ბილეთები, უნიკალური დარგი ქართული ფოლკლორისა იყოს ბავშვობიდანვე ჩანერგილი ბავშვებში. პრეზიდენტის ეს განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული ცეკვის შესწავლა სკოლებში, აუცილებელია. მე ვთვლი, რომ ყველა ქართველმა თავისი ეროვნული ცეკვა უნდა იცოდეს. მით უმეტეს, როცა ესეთი პოპულარულია ქართული ცეკვა და ამდენი მსურველია, ამდენი წრეა, ამდენი სტუდია, უკვე სკოლაში რო იყოს ეს საგნად, იქნება ძალიან კარგია, როგორც ფიზკულტურა აუცილებელია. ახალი დისციპლინა ქართული ცეკვის სახით ვფიქრობ, რომ ის საგანძური, რაც ქართული ფოლკლორის სახით არსებობს, ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა იზრუნონ და ეს მხოლოდ მათ ეროვნული თვითშეგნების ხარისხს გამოაქვს. თვითმმართველობა ჩემი აზრით არაა ჩვენი მთავარი პრობლემა. თვითმმართველობა არის უბრალოდ რაც თქვა კომიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობს ასეთი რაღაც ქმედებებით გარკვეული ასე ვთქვათ, კარგი მომავალი შექმნა საკუთარი თავისთვის და მეტი არაფერი. ჩვენი მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის განვითარების კურსი, რაც არჩეული აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხელისუფლებას და ეს არის ის კურსი, რომელიც მიიჩნევს, რომ განათლება არ უნდა იყოს პრიორიტეტული დარგი ქვეყნისთვის. ეს არის ის კურსი, რომელიც მიიჩნევს, რომ განათლება არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, უფასო და ხელმისაწვდომი და განათლება უნდა იყოს პრივილეგია. და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, ეს მიდგომა და ამ მიდგომის შეცვლა გვინდა ჩვენ. ჩვენ ერთის ხრივ მივახციეთ იმას, რომ გამოცდების თვალსაზრისით ჩაწყობა აღარ არის, ჩვენ გამოცდებს ვაბარებთ ჩაწყობის გარეშე.
მაგრამ მეორე უსამართლობის განცდა, რასაც ვლაპარაკობ, რაც შეება, რომ ადამიანმა პირველ წელს ვთქვათ ვერ ჩააბარას, მთელი 4 წელი იხდის გადასახადს იმის გამო შანსი არ აქვს, რომ პაციენტ სექტორიდან უფასო სექტორზე გადაჯდეს, ან სრული გრანტი აიღოს. ამიტომ მე დიმიტრი ჩაშკითან ვილაპარაკეთ, ჩვენ შემოგვაქვს სისტემა სწორედ შემდგომი ტესტირების, თქვათ პირველი წელი ისწავლე კარგად, ან მეორე წელი ისწავლე კარგად, ან მესამე წელი ისწავლე კარგად, წლის ბოლოს შეგეძლება ტესტების სისტემის ჩაბარება, იმისაც რომ აიღოს სრული სახელმწიფო გრანტი და ყოველთვის გექნება შანსი რომ სწავლა დაკიფინანსოს. სახელმწიფოს ინტერესია რომ გაგიჩინოთ სტიმული რომ ისწავლოთ, მაგრამ გაძლევთ შანსს. რომ თუ ისწავლეთ კარგად სიტყვაზე, ყოველთვის არასდროს არ არის გვიან რომ გაიუმჯობესოთ თქვენი გრანტი, თქვენი დაფინანსება. კიდევ ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აგერ დიმიტრი და კოორდინატორი ამ პროგრამის, ასევე ეს არის სტუდენტური დასაქმება ზაფხულში და მე ძალიან მიხარია, როცა ეს პირველად შემოვიღეთ რამდენიმე წლის წინ, არ იყო ისეთი დიდი აქტივობა, რომ მახსოვს კარგად. შემდეგ აჭარამ გააგრძელა, იმიტომ საქართველოს მასშტაბით ისე მაინც არ გამოგვიდგა. მე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი, ვინც შემდგომ კურსებზეა, თვითონ ბათუმშიც ზაფხულობით მუშაობთ ხოლმე, წითელ მაისურებში ხშირად ხედავთ ზაფხულობით. ესეა, ხო? მაგრამ ახლა საქართველოს მასშტაბით ერთ დღეში დარეგისტრირდა ხალხო 25000 სტუდენტი. ესე იგი, ეს არის სხვა თაობა საერთოდ. სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტი, სხვა განწყობა და ეხა ის 500 ლარი რომელიც მიიღება შეიძლება ძალიან დიდი არაფერი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რომ ადამიანს უნდა მუშაობა, არ ცხენია მუშაობა, ამაყობს იმით, რომ რაღაც გააკეთოს, რაღაც საზოგადოების სასარგებლო გააკეთოს. ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან ეშოვა შრომას. ძალიან მაგარი რაღაცა არის. მე ამიტომ ეს არის თელი რიგი ინიციატივები, რომელსაც ჩვენ განათლებაში ვაპირებთ. ბოლოსკენ ის თქვა წმინდა, ჩვენ თავიანთი ტელევიზიებიდან, საინფორმაციო და პროპაგანდისტული საშუალებებიდან ხშირად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგად მიდის, ქვეყანა წინ ვიდის, ვითარდება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ სულელები არა ვართ, ხედავთ რეალურად რა ხდება და ვიცით, რომ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვიცით როგორი უნდა იყოს და ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ამ ცვლილებისკენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი მოძრაობით, ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი იდეებით და ჩვენი ქმედებით. დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა 20 მარტიდან რეგისტრაცია ვებგვერდ JobsG-ზე უნდა გაიარონ. კეთილი შელეგიანობთ. მუზეუმები, იურიდიული კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფოები, სულ 70 სფერო, სადაც ქართველი სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში დასაქმდებიან. 25000 სტუდენტს საშუალება ექნება ერთი თვის განმავლობაში 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე იმუშაონ და 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებაც მიიღონ. ეს არის პროგრამა სახელწოდებით სტუდენტთა დასაქმება საზაფხულო არდადეგებზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რადგან ერთი მხრივ ეს იქნება სერიოზული ახალისება ყველა სტუდენტისთვის იმისათვის, რომ იმუშაოს, მიიღოს 500 ლარიანი ხელფასი, მოასწროს დასვენება აგვისტოს ბოლოს და მეორე მხრივ ძალიან ბევრ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ეთუს ახალი პროფესია. Მოწოდებულია გზების, ესტაკადების, ხიდების მშენებლობაზე ვაკანტური ადგილები, რომელიც გულისხმობს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას, რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, აქ დასაქმდებიან მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების. პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა უწყებებიც. უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერია სამუშაოებზე 7000-მდე სტუდენტს დაასაქმებს. 1000-მდე სამუშაო ადგილის გამოყოფას გეგმავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ეს იქნება ვაკანსიები საქართველოს რკინიგზაში, ნავიგაციაში, ტურიზმის სფეროსა და საქართველოს ფოსტაში. სტუდენტებს რეგიონალური განვითარების სამინისტროც დაასაქმებს. უწყება 4000-მდე სამუშაო ადგილს გამოყოფს. ლაბორატორია როცა შეიქმნა, ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ ამ დროს უსტად მაშინ ვინც ვიყავით თავდაპირველი წევრები, შევთანხმდით, რომ ლაბორატორიაში არ იქნებოდა არავითარი იერარქია და არ გვეყოლებოდა ლიდერი ან ბელადი ან მეთაური ან ასე შემდეგ. არც მეფე, არც დედოფალი. და იყო პრინციპი, რომ აბსოლუტური ჰორიზონტალობა არ უნდა ქონოდა იერარქია, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძოდით იერარქიულ სისტემას ზუსტადაც და არ უნდა ყოფილიყავით მათი მსგავსი და ქონდა კიდევ ერთი პრინციპი, ესეა კონსენსუსის პრინციპი, ანუ ყველა გადაწყვეტილებას უნდა დავთანხმებოდით ყველა და საბოლოო ჯამში უნდა მიგვეყო ეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის პრინციპით და არა დემოკრატიით, უმრავლესობით და ამ შემდეგ. ეს ორი პრინციპი ქონდა თავიდანვე ჯგუფი როცა შეიქმნა მის საფუძველში და სწორედ ჰორიზონტალობა და კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება. თავიდან ვინც ვიყავით პრინციპში ისევ დავრჩით ის რაღაც
ადამიანებს გარკვეული რაოდენობა, თუმცა შემდეგ მოხდა ისე, რომ შემოგვემატა თითქმის იმდენი ან უფრო მეტი ხალხი, შეიძლება ეს ყოველ შეკრებაზე რაღაც ყველა ადამიანი არ მოვიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველა იღებს როგორღაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას და ასე შემდეგ. რაც შეეხება სტუდენტებს, ჩვენ თანატოლებს, არ ზოგადი ფონი ალბათ მაინც ისეა, რომ ყველა მხარს უჭერს ლაბორატორიას და თანადგომოს უცხადეს, მაგრამ საქმის აკრძალვა მიდგება, შეიძლება თემის აქტუალობიდან გამომდინარე აქციაზე არ მოვიდეს იმდენი ხალხი, ან ასე შემდეგ. არ ვიცი, ვინც ხალხი თვითმმართველობაში არ არის და არც ლაბორატორიაში არ არის, ძირითადად დიდი ნაწილი მაინც ასე ვთქვათ ჩვენ მხარეს იქნება. შემიძლია ამის თქმა ალბათ. ძალიან ბევრი ადამიანს უნდა ლაბორატორიაში შემოსვლა და შემოერთება და დავდექით იმის წინაშე, რომ ან რაღაცნაირად უნდა საერთო იდეებამდე უნდა მივსულიყავით ჩვენ და ისინი და ამის გამო გადაწყდა რეგლამენტის დაწერა, რომ რაღაცნაირად მათ ხელი მოეწერათ, რომ ეთანხმებიან ამ იდეას, უფასო განათლების იდეას და ასე შემდეგ. ანუ ეს რეგლამენტი მხოლოდ წესების კრებული არ არის, ანუ ხშირი იყო, როდესაც ხვდებოდით, ასე ვთქვათ, სხვა სტუდენტებს, ანუ გვეკითხებოდნენ რა არის თქვენი პრინციპები, მიზნები, იდეები და ეს ტექსტი, რასაც რეგლამენტს უწოდებთ, ამასაც მოიცავს, პრინციპულ და პროგრამულ ნაწილს, ასე რომ ვთქვათ, რა გვინდა, რატო შევქმნით ეს, რა მიზნებს ვისახავთ, ამ მიზნებისკენ მიმავალი გზები როგორი უნდა იყოს. ამ დოკუმენტში ყველაფერი წერია. ამასთან ერთად წერია გარკვეული წესებიც, რამაც არ იმუშავა და პრინციპში ეხლა რაღაც პოსტფაქტუმ რო უყუროთ, შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგრამ ყველა შეკრება იყო გაცხარებული კამათი ძალიან უმნიშვნელო საკითხებზეც კი, რაც იყო ნამდვილად არის ბუნებრივი. თქვათ იმ მომენტში ხშირად ბრაზდებოდით და ვამბობდით, რომ ამას მიაქვს ძალიან დიდი დრო და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ლაბორატორიის პრინციპით ზუსტად ეს იყო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც წინასწარ გაწერილი წესები არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ აქ არიან სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა შეხედულებებით და უმნიშვნელო საკითხებიც კი იწვევს ძალიან დიდ კამათს. ეს არის ლაბორატორია 1918-ის და პროფკავშირების გაერთიანებული აქცია და ვაპროტესტებთ შრომის კოდექსს, საქართველოს შრომის კოდექსს, კერძოდ უნდა სპეციფიკად 37 და 38 მუხლებს, რომლებიც ჩვენი აზრით პირდაპირ აკანონებს მონობას, აუტანელ და დისკრიმინაციულ პირობებს დასაქმებული ადამიანებისათვის და სულს რომ საზოგადოების ყურადღება მიაქციოთ ამ ძალიან ჩვენი აზრით უმნიშვნელოვანეს პრობლემას. შეიძლება ითქვას, რომ მუხლების მიხედვით დამსაქმებელს აქვს კანონიერი ლეგიტიმაცია, რომ დასაქმებულის ექსპლუატაცია მოახდინოს და ამ კანონების შეცვლა გვინდა. და ეს აქციაც, უამრავი მაგალითია ჩვენს გარშემო იმისა, რომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ ხალხს მათი პოლიტიკური შეხედულებების თუ რელიგიური მწამსის სქესის გამოც კი. უბრალოდ სიმბოლურად შავიცი, რომ საიდანობა გამოუცხადა ყველა დასაქმებულს. შეხედებული ვართ, ავიმაღოთ ამ უსამართლობის წინაშე და გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. კანონ პროექტით კი არსებობს 3 წელიწადია პროფკავშირება შეიტანა 2008 წელს პარლამენტში ალტერნატიული კანონ პროექტი, რომლებიც ზუსტად ამ საკითხებს კარგად, წესიერად დასაქმებულისთვის მომგებიანად არეგულირებს და გვინდა ვამბობთ საზოგადოებას ამის შესახებ, რომ ის არსებობს და საზოგადოებაში დისკუსია გამოვიწვიოთ და ალბათ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მივახდენთ შრომის კოდექსის შეცვლას. ჩვენ არ მოვეშვებით პროფკავშირები. იმიტომ რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. სოფლიოში ყველა ქვეყანა ამაზე ფიქრობს და ამაზე იბრძვის და ჩვენც ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ლაბორატორიის შექმნის შემდეგ, ამ 1 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ვატყობთ, რომ ისეთი
ჭაობი როგორც იყო მანამდე უნივერსიტეტში სტუდენტებში ნელ-ნელა თითქოს ხრება. ძალიან დიდი პროცესია, ძალიან გრძელვადიანი რომ ეს აღარ იყოს, მაგრამ მე თვითონ პირადად არ ვამბობ რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვღაღადებ. ნელ-ნელა ვატყობ რომ სტუდენტები ხვდებიან რომ მათია ეს უნივერსიტეტი, რომ მათ ეკუთვნით უნივერსიტეტი. შეუძლიათ რომ მოითხოვონ და მათ აქვთ უფლება განათლების მიღების და ნელ-ნელა რამდენჯერმე თვითონ ჩაატარეს აქციები, თვითორგანიზდნენ, ამ ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ან თუ ერთი წლის წინ სტუდენტები ცემეს და ლაბორატორიამ რაღაც აქცია გააკეთა, ერთი წლის შემდეგ რამდენიმე თვის წინ თუ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ცემეს, ოღონდ ამჯერად სტუდენტებმა ჩაატარეს თვითონ იგივე შინაარსის აქცია. ანუ ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუნდაც ერთ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში ისეთი მასობრივი კონფორმიზმი როგორიც იყო და ისეთი ნიჰილიზმი, ინდიფერენტულობა აღარ არის. და იმედია რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება და შევეცდებით რომ ასეც იყოს. რეალურად ჩვენ უბრუნდებით იმ დროს, რომელსაც მიაღწია ირანმა დაახლოებით 1997 წელს. მართლა ჩვენ არ გაქვთ, ჩვენ უფრო წინ არიან ირანელები დღეს იმ მოძრაობით და ჩვენ ალბათ მივდივართ იქამდე. უნდა გააცნობიერონ რომ რაღაც უფრო იწამონ, რომ რაღაც ინიციატივა რომელიც მოდის ქვემოდან, ანუ ისეთი ასე ვთქვათ უმართავი ჯგუფების, თვითორგანიზებადი ჯგუფებისგან, როგორიც არის თუნდაც ლაბორატორია, ეს შეიძლება იყოს გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე რაღაც ათასობით პოლიტიკოსის დაპირება და რაღაც წინასაარჩევნო რაღაც პარლამენტში დაყენებული ინიციატივები თუნდაც. არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაც თუნდაც გავფართოთ და ბევრნი ვიყოთ და ამ შემდეგ პირიქით უკეთეს იქნებათ რაღაც პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ესე თვითონ გაერთიანებიან საკუთარ ორგანიზებების პრინციპებზე, მოედებიან თელს ქვეყანას და პროტესტი გახდება გაცილებით უფრო ეფექტური და პროტესტი იქნება გაცილებით უფრო აქტიური ყოველ შემთხვევაში.